საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში ტურიზმის სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და აი ამ მიმართულებით ბიზნესების ხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ბანკის მხრიდან ამ მიზნით ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ერთის მხრივ საქართველოს კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლალი ყელაურაძემ და მეორეს მხრივ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ მოაწერეს. აღნიშნული მემორანდუმის მიზანს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერება, აღნიშნულ სექტორში კომპეტენციის გაზრდა, ცოდნის გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა წარმოადგენს. საქართველოს ბანკი მრავალი წელია სტუმართმასპინძლობის სექტორის მხარდაჭერია. მოხარული ვართ, რომ გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს სხვადასხვა საინტერესო ვორქშოპების და აღონისძიებების დაგეგმვას და მიგვაჩნია, რომ ხელშეუწყობს ტურიზმის სექტორის გაძლიერებას საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ორ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის, რადგანაც წლის მანძილზე დაიგეგმა ესე ვთქვათ, სხვადასხვა მიზნობრივი აქტივობები, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს კიდევ უფრო ძლიერად და მყარად წარსდგან, ესე ვთქვათ, ქართული ბიზნესის ინდუსტრიაში და თავისთავად ყველა ის უნარი, ტრეინინგი, ვორქშოპი, რომელიც დაიგეგმა წლის განმავლობაში იყოს სწორედ მათზე მორგებული. პირველი თანამშრომლობითი, ესე ვთქვათ, ღონისძიება გახლავთ მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია სტანდარტები ტურიზმში, სადაც ბანკთან ერთად ძალიან, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი აქტივობები განისაზღვრა და ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს ვიწვევთ შემოუერთდეს ზოგადად კონფერენციას, რადგანაც ტურიზმი და სტანდარტები გახლავთ ის მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, ასპექტები ტურიზმში, რაც ზოგადად ბიზნესის განვითარებისთვის და მისი ხელშეწყობისთვის არის მნიშვნელოვანი.